ამ რეცეპტით ვინც მოამზადებთ ლავაშებს, დამიჯერეთ მაღაზიაში ყიდვა აღარ მოგინდებათ. არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი, არ ტყდება და არ იფშხნება. კარგი, მოდი მანამ დავიწყებ, ერთი პატარა თხოვნა მექნება, დამიტოვეთ კომენტარი თუ მოგეწონებათ რა თქმა უნდა ვიდეო. ახლა უკვე ჯობია დავიწყოთ. პირველ რიგში დაგვჭირდება 500 გრამი ფქვილი, 300 მილილიტრი თბილი წყალი, 1 ჩაის კოვზი მარილი და 1 ან 2 ჩაის კოვზი ზეთი. ეს ყველაფერი მოვზიოთ კარგად, ძალიან მარტივი მოსაძელი, არაფერი განსაკუთრებული. შემდეგ უბრალოდ გადავახვიოთ რაიმე ცელოფანში და დავასვენოთ აუცილებლად 20 წუთიდან 30 წუთამდე. მე უკვე დასვენებული მაქვს ცომი, ამიტომ გადავიტან სამუშაო მაგიდაზე. ფქვილი გამოიყენეთ იმდენი, რამდენიც დაგჭირდებათ. ცომი თავიდან მოგეჩვენება ცოტა წებოვანი, მაგრამ დასვენების შემდეგ იქნება ძალიან კარგი ცომი, თან მით უმეტეს თუ ფქვილსაც გამოვიყენებთ გასაბრტყელებლად, იქნება იდეალური. თითოეული გუნდა ჩემ შემთხვევაში არის 50 გრამი, მთლიანობაში გამომივიდათ 16 ცალი. გავაბრტყელოთ მაქსიმალურად თხლად. ბარემ მოქვევარ და ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ჩემს მიმართ ასეთი თბილი დამოკიდებულებისთვის, ასეთი თბილი კომენტარებისთვის და ასე გვერდში დგომისთვის. მართლა ძალიან მადლიერი ვარ თქვენი, ძალიან მეხმარება თქვენი ასეთი აქტიურობა, თქვენი თითოეული კომენტარი, გაზიარება. მოკლედ ყველაფერი ძალიან მეხმარება თქვენი ასეთი ჩართულობა რომ არა, ჩემი გვერდი ასეთი აქტიური ნამდვილად არ იქნებოდა. ამიტომ კიდევ და კიდევ უღრმესი მადლობა ყველას. ზედმეტად თავს აღარ მოგაწყენთ, გავაგრძელოთ ისევ რეცეპტიდან. გადავიტანოთ უკვე ჩვენი გაბრტყელებული ლავაშები ცხელ ტაფაზე. მაქსიმალურზე არ გქონდეთ გაზი აწეული, უნდა იყოს საშუალოზე. ცხება ძალიან სწრაფად, თითოეულ მხარეს ალბათ 9 წუთი დასჭირდება, ან 1 წუთი მაქსიმუმ. სავალდებულო არ არის ყველა ასე გაიბეროს. ზოგი გაიბერება, ზოგი არ გაიბერება, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, მთლიანობაში ძალიან კარგი და რბილი ლავაშები გამოდის. გასაბრტყელებათა ძალიან მარტივია. სანამ ერთი სრულიად გამოცხობოდა, ამასობაში მე გაბრტყელებასაც ვასწრებდი. ახლა რაც შეეხება შენახვას. ცხელივე ყველა ერთმანეთზე დააწყვეთ აუცილებლად და გაახვიეთ ჩაის ტილოში. ჯობია ასე გქონდეთ შენახული, ან უბრალოდ გაგრილების შემდეგ გადაიტანეთ რაიმე ცელოფანში. ასე არც გაგიხმებათ, არც დაგეფშვნებათ და არც რაიმეს გახვევის შემდეგ გაგეხევათ. გადაიტანეთ სასრუალი შიგ თავსი, რაც გაგიხარდებათ და მიირთვით გემრიელად. ძალიან სწრაფი მოსამზადებელია, როგორც ვთქვი, დრო მხოლოდ სჭირდება ცომის დასვენებას. დანარჩენი ძალიან სწრაფი პროცესია. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, ძალიან გთხოვთ გაუზიარეთ სხვასაც. ახლა კი დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. წარმატებული და ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ ყველას. გემრიელად მიირთვით.